ძალიან მიხარიათ ეს რომ ჩემს გვერდჩიდან. დიდი მადლობა. ყველას მოგილოცავ კამერას. ჩვენთან შემოგვიმზეებს აღნიშნავ და ძალიან ნერვიულო. ქართველი კაცი გაყინის პერანგს, ოღონდ კი სტუმარს კარგად დაუხდეს. პატრიოტები ხართ, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს დედაქალაქი. თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ იგი არის დედა, მშობელი თქვენი ქვეყნისა. ხოდა ჩვენი ზემით თბილისიდან დავიწყოთ. თბილისი მდინარე მტკვრის ხეობაში მდებარეობს.
ქალაქი ორი მხრიდან მთებითაა შემოსული. შემოდგომასურ პირველად რუსთავად და გაიგებ. თავის ფოთლებს, ჯადის ფოთლებს, გასლით ფეხქვეს გაგიგებ. ლავაგება კახეთი და იფეხმარდი მოამდა ღვინისა და ხილის სუნას თბილისიას მოამდა. შემოსულა შემოდგომის დოლათი და ბარაქა მოილხინოს გაიღაროს თელმა თბილის ქალაქმა. შემოსულა შემოდგომა ქუჩებსა და მოედნებს მოსრიალეთ ის ფოთლებით თოხნებივით მოედნებს. შემოდგომის ქარიქრის თუ გაზაფხულის დარია, ლამაზები შეენობენ განამართლა ქარია. შემოსულია შემოდგომა დოლათი და ბარაქით ხელგასლი თბილის ქალაქი. Dabjes gogo? Urishi. Ai tresaba. Დიდი მადლობა. ქართი კახეთსა და იმერეთს შუა მდებარეობს. საქართველოს მხარე გასულია ხილი. აქაური მოსახლეობა გვამარაგებს გემრიელი კახილი ათი. ისა. გასახედავთ
ხასა ლუქსა რას ნატულო პატრის თუცა რას დავხატავ თასთა დელს გავბაჯო საფათო შეის ხურძეს და სასეკალოს სის ღმერთს ბებამ მილი ჩურჩხალები ხარიხაზე გადაკიდა მანქანაკი ქალაქისთვის ეზიდება შეშასკრიდა სივი ქარი დანავარდობს გაში შახის კენწერო ხის ქვეყნისკენ გაეშვა მერცხა და დიდი წერო Atineltemi danamis nețautin autin nazovi da unen da met nețonde motne da gapile
იმერეთი სამი მხრიდან ქედებით არის შემოსაზღვრული. იმერლები განთქმულიანია მეთუნეული, ციხის ჭურჭლის დამზადებული. გაზოვარჩენი წელგამათული ხინჭიან ათასი გვიპყრია ღმერთმა დაოცონ ვაზი ქართული, იქ სადაც ღვინის ქება სიტყვიან. ვაზო ხარწლო დაწლო, ვაზო შესკამ ვარ ბოცლი, შემოდგომაზე გვითხარას რომ თქვენი არის თუ შენი ქართული. გურია კოპწია მთებზე შეფენილი მხარია, სტადათმუნებაც კი მღერის ცეკვავს ხიარულობ, ხალხიც ასეთია. გურულები განთქმულები არიან იუმორით და სხვადასხვა კრიმანჭულები. საკმარისია პირველი მოსახლის კართან შესახო მას პინძელო, რომ ფართოდ კარები გაიღება და გულუქი კეთილი მას პინძელი სახშენდება. ბებიას თავი ყავი, მომაკ მცხალი აკით, დახუნძული დმავდი ვარ, განა უნდა გავყიდო, ჩურჩხელა და მტევარი, სხვალში უნდა გავკიდო. დავპატიჟებ მეგობრებს სიას მახასლებს, დასაჩუქრად მივაწყნებ ჩურჩხელას და მტევს. იმიტომ რომ მირე. რა კარგია შემოგვიდე, რა კარგია თველის მოსაჯაყოში სიხარული. აკარგია ფელამუში რამ სუპერა წვილი ამოავლე ჩურჩხელები ნიგზისა და თხილის. ესო
დაშაკდა ყურის მტევნები, დახეცრა გემრიელია ჭირიმე, შენი ჭირიმე, რაც ხარობს საბა. სამეგრელო გურის ჩრდილოეთში მდებარეობს. იგი ზღვის პირას შემოსართავში არის გაშენებული. აქ ბევრი გემი მოდის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. იქიდან რომ გადმოუხედია გავცვიფრებურა გაუხვია ეს რაჭა ყოფილაო აბა შემოდგომა ხილით ძეიმით შემოდგომა მოვიდა შემოდგომა გითხარი მოგზანდები შორიდან არა ჩემო კარგია შორიდან როდი ვარ მე თქვენს ვენახებიდან
ბაღებიდან მომდივარ. Ვითხარა მოგვიტანე, აგრამ ჩემო გემები. პაპის ხელით მოწდილი, დაშაქრული მტევნები, მოსავალი ულები, ვალი ჯერა ნახული, ნარინჯები, კახული, ჩურჩხელები, კახული. ჯერ ჯაგანი მომაწოდეთ, ანაპირდო ამიჭერით. რომ უძერი სახლის ხვენზე ზამთარშიაც ბლომა დაწყო, უხმართელმა ბევრმა ხელმა შემაყვარა შემოდგომა. უხარია შემოდგომა ყველას ის და პატარას, იმიტომ რომ გაკლებს ბეჭყენად უღებენ თათარას. იმიტომ რომ ვენახს კრეფენ ქვევრებს რაც ხან ღიპიანს, იმიტომ რომ რაც ხილია ყველა ხილი მციფრია. ხარია შემოდგომა ყველა მასე გალია, იმიტომ რომ კალათია. ხორავა მარია. იმიტომ რომ სამსეა კალათი და გადორი, იმიტომ რომ მირეცა შეაქრეს ანა, უცოთავეთ ნათობი, იაფორი ნათობი, დღესაც ოქროს ფერი ძევს, მაგრამ სულ ხარ ამ არის, ხილებნათ ამან არის, საქართველოს ცხელის. რიგა, აქეთ მაღალი მთებია, იქით ბიბინა ყანა ეს ჩემი საქართველოა, საიდანაც მინდა წავა. ესო, ღვინის შარბათი. ღვინის შარბათი თასი იხდება. დაწვეთებს იტევს რამდენს. დაწვეთებს იტევს რამდენს. მე მოგიორთავთ იმდენ დიზელას ვერ დააკეთებ. სამდე. აბა. შემდეგ უკვე დავიშლებით. აბა დავიმართეთ. ეჭიროთ ფოთლები ხელში. აბა. თუ გინდა. ბაბა.
საბა არანაკლები აღებებული ვარ, არანაკლები ანერგიული. მშობლებს უყურებდი თვალსაჩინო. მეც სტრემბლი მომდა. და მინდა რომ ჩემი ემოცია ცოტა რაღაცნაირად გადმოგცემ თუ მოვასწრებ. აი მე ვარ გაკურებული და გავოცებ. ბავშვებო, უსმენთ ირაკლი ერთი წამით ახლა ბავშვებო სკოლაში ხართ უკვე თქვენ. აბა შემოხედეთ. კესო მე კარგი რაღაცები უნდა ვთქვა ახლა და მოდით თქვენ უკვე სკოლის მოსწავლეები ხართ. მოვსმინოთ აბა მე გაოცებული და გაკურებული ვარ. ამას ყველაფერს პირველ რიგში დაგეგმა უნდა, ხო? შემდეგ ორგანიზება უნდა და შემდეგ განხორციელება უნდა. თან რა პირობებში, აი პატარა ექსკურსი მინდა გავაკეთო, რა პირობებში. სულ ერთი თვეა თქვენმა შვილებმა დაიწყო სკოლაში სიარული. პირველ ორ დღეს შეხედეთ რა მდგომარეობა იყო სკოლაში, ხო? ზოგი იწვა, ზოგი იდგა, ზოგი ტიროდა, ზოგი ჭამდა და ასე შემდეგ. ჩვენ მაგრას ვიდექით. გეუბნებოდით დაგვიტოვეთ, წაბძადით. დაგვიტოვეთ, წაბძადით, მაგრამ ჩვენ შეშინებულები ვიყავ, ხო? პედაგოგები ბავშვებთან იყვნენ, დირექციის წევრები მუდმივ რეჟიმში ვიდექით გარეთ. დღეს დავინახე უკვე რაღაცა შედეგი მივიღეთ, ხო? შედეგი და მე გაკურებული ვარ, თან ქალბატონი ნინო. ცოტა რაღაც ვეშლებოდა ყველა გამწეთის ალგორითმის სრულყოფილია, ხო? რა დროს მოახერხეთ, რა დროს გააკეთეთ, მე ვარ გაოცებული. სხვათა შორის. ნუ პირველ დღეს საუბრები ქალბატონი ნინო ესაუბრებოდა მეორე მასწავლებელი. მეორე დღეს უკვე დავინახე, მე პატარებთან ურთიერთობა არ მქონია. მე დიდებთან მუშაობდი სულ. მეორე დღეს უკვე დავინახე ბავშვებს წიგნები აქვთ ამოღებული და გამიკვირდა. თქო, რა წიგნები რა? მესამე დღეს უკვე რვეულები აქვთ გადაშლილი. მართლა გულწრფელად შევეკითხა. ქალბატონი ნინო უკვე უნდა დაიწყოთ ამათთან სწავლება, რა თქმა უნდა. დღეს უკვე რასოზე ვარ? მუზე. აი წარმოიდგინეთ ერთი თვის განმავლობაში რამდენი რამ შეძლო ქალბატონმა ნინო. ბევრი ვისწავლე რა გაკურებული ვარ და გაოცებული ვარ. მინდა მშობლებს მოგილოცოთ. თქვენი შვილები უკვე ნამდვილად დღეს შევხედეთ, გამოსულები არიან. ბაღის ასაკიდან და სრულყოფილი მოსწავლეები არიან. მინდა რომ წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა უსურვოთ თქვენ შვილებს. ბევრი სიხარული და ბევრი სიყვარული. კარგი მადლობა არანაკლები ვარ ანერგიული. დიდი მადლობა